მე ვარ ალინა კაკნაძე 8 წლის. ვსწავლობ ქართულ-ამერიკულ სკოლაში. ჩემს საყვარელი საქმიანობა ცეკვა, სიმღერა და ხატვა. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 3 წელია დავდივარ ცეკვის წრეს. ცეკვაზე იმიტომ შევედი, რომ ვიცოდი, რომ კარგი მასწავლებელი იქნება და უფრო კარგად ვისწავლეთ ცეკვას. თავიდან ყველაზე ძნელი იყო პირველი ილეთი. პირველი მგონი აი ეს იყო. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. ერთხელ მქონდა კონცერტი და ძალიან მომეწონა. ძალიან კარგი შეგრძნება დიდ სცენაზე ცეკვა. ჩემი ცეკვის მასწავლებლის ქვია დარო და დადოს ვეძახით. ის არის მხიარული, კარგი და ბევრი ილეთი იცის. ნანახი მაქვს მისი ცეკვა და შესანიშნავი მოცეკვავია. მე რო გავიზრდები, მასზე კარგად ვიცეკვებ. მე ჩემი სოლო კონცერტი მინდა მქონდეს იტალიაში. ბილეთი აღირება $50 და მთელი დარბაზი იქნება სავსე. მე მინდა მქონდეს ასეთი საკონცერტო კაბა. უნდა იყოს გრძელი, შავი და უნდა ქონდეს შავი ქამარი. სასურველია ქონდეს ქართული ორნამენტები. ჩემი გეგმაა რომ ვიცეკვო 20 წელი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს რომ არის კარგი, ლამაზი, მასწავლებლებიც კარგია და მოსწავლეებიც. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნია სურმანიძე. ყველაზე ცელქია პლატონი. ყველაზე მშვიდია ელისაბედ დიასამიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველაზე ლამაზი. ჩემს საყვარელი საგანია ხელოვნება, იმიტომ რომ ხატვა ძალიან მიყვარს. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას, სახლს, სკოლას და ასე შემდეგ. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი და არ მიყვარს შავი. იმიტომ რომ მგონია რომ ბიჭის ფერია და ნახატ სამძიმებს. ჩემთვის კომფორტულია საღებავებით ხატვა. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 7 კარგი ნახატი. იმიტომ ვაგროვებ რომ მინდა გამოფენა მოვაწყო. ჩემი საყვარელი მასწავლებელია ლინდა ჩიკვაიძე. იმიტომ რომ ის არის ლამაზი, კეთილი, მხიარული და ბავშვებს ყველას გვეფერება. რომ გავიზრდები, მინდა რომ გამოვიდე მხატვარი. თუ მხატვარი ვერ გამოვალ, მაშინ გამოვალ მოცეკვავი. ბავშვობაში მინდოდა რომ გამოვსულიყავი მკერავი. ახლა მინდა ვიყო 14 წლის, იმიტომ რომ უფრო კარგად მეცოდინება ხატვა. სახლში ვცხოვრობთ მე, დედა, მამა და ჩემი ძმა. კიდე მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. ჩემი ძმა არის 1 წლის და ჰქვია ნოე. ის არის ცელქი, მტირალა, მხიარული და ხანდახან სევდია. ჩემი აზრით ნოე რომ გაიზრდება, გამოვა ექიმი. მამიკო არის მშრომელი, დამხმარე, სიმპათიური და მხიარული. ძალიან უყვარს ჩემი დედიკო. ასე იმიტომ მგონია რომ ეხმარება, კარგ საჩუქრებს ჩუქნის და კარგ სიტყვებს ეუბნება. დედიკო არის პრანჭია, ლამაზი, მზრუნველი და თბილი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მამიკო მთელს დედამიწაზე. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული წვნიანი. ჩემი საყვარელი საჭმელია წიწიბურა. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პეპი გრძელწინდა. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულზე და მეგობრობაზე. ამ წიგნის მთავარი გმირი ვიქნებოდი მე. ჩემი საყვარელი მორთვინია სუპერ წიგნი. ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, მამიკოს ვუყიდდი მის გემს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ლონდონში. თანაც ინგლისური კარგად ვიცი. საიდან ვიცი და ბავშვობიდან ვუყურებ ინგლისურ მულტფილმებს. ახლა 1 წელია ვემზადები ინგლისურ ენაში. ყავს არაჩვეულებრივი მასწავლებელი მარინა ახობაძე, რომელიც ძალიან მიყვარს. იმიტომ მიყვარს, რომ კეთილია, მზრუნველია და ჩემსავით ლამაზია. ინგლისურის გარდა კიდევ მინდა რომ ვიცოდე იტალიური ენა. ჩემი ოცნების საჩუქრია პატარა თეთრი ფუმფულა ლეკი. ყვავილებიდან მე ვგავარ თეთრ ვარდას. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. ალინა რომ არ გერქვას, რა გერქმებოდა? მე ალინა დამარქვა დეიდამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ალინა რომ არ მერქვას, ალბათ მერქმეოდა ნათია. ჩემ შვილებს დავარქვევ ლინდას და ნოეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. რომელი სუპერ ძალა უნდა რომ მქონდეს? მე მაგალითად მინდა მქონდეს დროის მართვის სუპერ ძალა. ბედნიერება არის სიკეთის გაკეთება, სიყვარული და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.